არიან ამ კანონპროექტის კონკრეტული სტატისტიკაც იყო, სადაც ნახეთ, რომ დაახლოებით ნახევარზე უმრავლესობას არ აქვს გამჭირვალობის შესახებ წარმოდგენილი საფინანსო დოკუმენტები. აი, როგორ აფასებთ თქვენ ამას და რას ნიშნავს მიკრონაცისტერგის სტატისტიკაც რას ნიშნავს თქვენთვის? და მე ამ თემაში დავჩვენ გამჭირვალობის კანონზე საკონსტიტუციო საქმეთა და თქვენ დასრულები უწოდეთ NGO-ებს თქვენი განცხადება რაც იყო ეს სიტყვა ეწერა უწოდებ? მოგლეთ. კიდევ ერთხელ ამ კლევითად დადასტურდა ის დეზინფორმაციული კოორდინირებული შტურმი, რომელიც საქართველოს მიდიოდა ამ თვეების განმავლობაში. მათ შორის ამაში არამხოლოდ თავად NGO-ები, არამედ მათი დონორებიც იყო ჩართულები, რომლებიც არწმუნებდნენ ქართულ საზოგადოებას და ჩვენს, მათ შორის დახურულ კარს მიღმა, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა, ყველაფერი ცნობილია ხალხისთვის და ასე შემდეგ. გამოჩნდა ახლა კიდევ ერთხელ ის 500-მდე NGO, რომელიც აპროტესტებდა ამ კანონს, რომელიც შემდეგ მათი ნაწილი ამბობდა, რომ არ დარეგისტრირდებიან ამ რეესტრში. ჩავხედეთ და აღმოვაჩინეთ, რომ მათი 80%-ის არც ვიცით საერთოდ გრანტი რამდენია. 70%-ში საერთოდ არ ვიცით დონორი ვინ არის მათი. 97%-ში რომ ამბობენ, რომ საზოგადოებას წარმოადგენენ, ანგარიშებსაც კი არ ვაწვდიან საზოგადოებას წლის განმავლობაში რა გააკეთეს ამ საზოგადოების სასარგებლოდ. 97% იმასაც კი არ კადრულობს, რომ საზოგადოებას ჩააბაროს ანგარიში, რაში დახარჯეს ფულის, უკვე ვიღაჩივის, ხო შინაარსობრივად საერთოდ რა გააკეთეს. ნახეთ, უმეტეს შემთხვევაში საერთოდ არ ვიცით თანამშრომლები ვინ არიან, ვინ დგას ამ ორგანიზაციის უკან, არ მხოლოდ როგორც დონორი, არამედ ვინ არის გუნდი თუ თანამშრომლები, რომლებიც მუშაობენ. და ვნახეთ, რომ იმ ელემენტარულ 7 კომპონენტიანი საკითხით, რომ საბაზისო ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვებგვერდი აქვს თუ არა აქვს, დონორი ვინ არის, რა მოცულობის გრანტია, ვინ მუშაობს აქ, აი ეს სრულად დაკმაყოფილებული აქვს მხოლოდ 8 ორგანიზაციას 474 ორგანიზაციიდან. ანუ 99% შემთხვევაში არის ან საერთოდ არ არის ინფორმაცია საბაზისოთან, ან არასრული ინფორმაცია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სინამდვილეში პრობლემა მათი ამ კანონთან იმ ხრივ კი არ ქონდათ, რომ თითქოს ხდება სტიგმატიზაცია ასე შემდეგ. სინამდვილეში მათაც და მათ დონორებსაც აქვს პრობლემა, რომ არ გასაჯაროვდეს ის ფინანსები, სად მიედინება, რა საქმეში მიედინება და რაში იხარჯება. აი ეს არის ამის დასტური. და ეს კვლევა იცით, რომ ასევე გასაჯაროვდა და ყველა შეუძლია ნახოს ის ჩამონათვალი ორგანიზაციებისა, რომლების გამოკვლევაც მოხდა. თავად ამ ორგანიზაციებმაც გადახედონ, თუ კი რაიმე დამატებითი ინფორმაცია აქვთ, შეუძლიათ მიაწოდონ ჩვენ პარტიულ სტრუქტურას და იქნება გათვალისწინებული კიდევ ერთხელ 12 ივლისის მდგომარეობით მოხდა საჯარო სივრცეში გამოკვლევა რა ინფორმაცია არის ამ ორგანიზაციების და ეს არის შედეგი. აი ეს ხალხი, რომელიც გამოდიოდა, NGO-ები, მათი დონორები, მათი მოკავშირე პარტიები, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა. უგახსოვთ ეს ტერმინი, ყველაფერი ისეც გამჭვირვალეა, ყველაფერი ისეც ცნობილია. აბა სად არის გამჭვირვალე? აი ეს არის ფაქტი. ასე ნაცრას აყრიან თვალში საქართველოს მოსახლეობას, NGO-ები, მათი დონორები, შიგნით და გარეთ საქართველოს არაკეთილ მოსახლეობას. ეს ნამდვილად თანამდებობაზე თუ შეიძლება ვთქვათ, იმიტომ რომ გახსოვს, როდესაც საქართველოს სასამართლო განიხილავდა საარჩევნს და როდესაც მიიღო გადაწყვეტილება ის შეფასებები საქართველოს სასამართლოს კონკრეტული მოსამართლებისადმი. ეხლა მიმართვა ისე სასამართლოს დაბრუნება ნიშნავს, რომ იმ გადაწყვეტილების და გამოჩნდი გაქვთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო თან ვიცით რომ პრეზიდენტის პარალელურად საარჩევნო შეტანის ემზადება მესამე სექტორი და ლევან იოსელიანის კი ბატონო, ხომ რაც შეეხება ქალბატონ სალომეს განზრახვას მიმართოს იმ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომლის 6 მოხელეზე მან სამარცხვინო უწოდა, მათ გადაწყვეტილებას და დასკვნას იმპიჩმენტთან დაკავშირებით სამარცხვინო უწოდა და არ აღიარა ეს გადაწყვეტილება. რა შეიცვალა ახლა ამ თვეების განმავლობაში? თუ კი ეს მიმართავს, აპირებს რომ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, მაშინ გამოდის რომ აღიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაციას, ამ მოსამართლეების ლეგიტიმაციას და შესაბამისად
მის მიერ კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ლეგიტიმაციასაც და იმპიჩმენტის ლეგიტიმაციასაც. ამიტომ მას რომ კონდეს ის კონსტიტუციური თუ მორალური სტანდარტი, რაც ამ თანამდებობაზე ყოფ ადამიანს უნდა გააჩნდეს, უნდა გადადგეს ამ თანამდებობიდან. ჩვენ ვნახეთ რომ მან გადააბიჯა ყოველგვარ ამ სტანდარტს, გაურიგდა ნაციონალურ მოძრაობას და ხედავთ ამ გარიგების შედეგი, რაც არის ყოველდღიურად საინფორმაციო საშუალებებით, გაურიგდა ნაციონალურ მოძრაობას იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა საკუთარი თანამდებობა, იკადრა ის, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს სამარცხვინოები ეძახა იმის გამო, რომ არ ეღიარებინა ის გადაწყვეტილება და დღეს ისევ ამ მოსამართლეებს მიმართავს ახლა სამართლის საძიებლად. ეს არის საერთო ჯამში სახე ჩვენი რადიკალური ოპოზიციისა და ქალბატონი სალომეს ჩაწერილია ზუსტად ამ ნარატივში. რაც შეეხება თავად საარჩევნოს ზოგადად. სწორედ ამაზეა საუბარი. თუ კი ამაზეა ზუსტად საუბარი, ამას ქვია სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატიული ქცევა. თუ კი ვინმე რამეს არ იზიარებს, არსებობს სამართლებრივი ინსტრუმენტები საერთო სასამართლოების და საკონსტიტუციო სასამართლოს სახით. ამიტომ ვინმეს თუ აქვს რაიმე კითხვები კანონთან დაკავშირებით, ყველა ნებისმიერ საქართველოს მოქალაქე თუ შესაბამისი ინსტიტუტი თავისუფალია რომ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, ქართულმა ოცნებამ დააბრუნა ამ ქვეყანაში სამართლიანობა, ამიტომ ყველა შეუძლია მიმართოს და არა მოიქცეს ისე, როგორც იქცევიან NGO-ები, რომლებიც ღიად გამოდიან და ამბობენ, რომ არ დაემორჩილებიან კანონს და ამას თვალს უხუჭავენ მათი დონორები, არ დაემორჩილებიან კანონს, იმიტომ რომ არ მოსწონთ ხა თქვენ, იმიტომ რომ ხა წარმოგიდგენთ ხა ვიღაცა მოქალაქე რომ უყურეთ, ვიღაც მოქალაქე ვიღაც რომელიმე მოქალაქე რომ ჩათვალოს, რომ ავტობანზე 110 კმ/სთ-ის სიჩქარის შეზღუდვაც არაკონსტიტუციური, ამიტომ არ დაემორჩილება და იულის 150 კმ/სთ სიჩქარით. ეს არის მათი წარმოდგენა სამართლებრივი სახელმწიფოს. საქმეც ეს არის, რომ ამ NGO-ების სახით და მათ უკან მდგომი დონორების სახით, რომელიც ამ ყველაფერს ახალისებენ, რომ იყოს დაუმორჩილებლობა კანონის მიმართ, ჩვენ ფაქტობრივად გვეუბნებიან, რომ ქვეყანაში უნდა იყოს ჯუნგლების კანონი და არა სამართლებრივი სახელმწიფო. ეს მოიტანა ამ NGO-ების საქმიანობა, რომ ისინი ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივი თუ კი რამეს არ ეთანხმებიან სამართლებრივი მექანიზმის მიმართონ, გამოდიან და ამბობენ პირდაპირ, რომ დაარღვევენ კანონს. ხა წარმოგიდგენიათ, ანუ ეს არის ის მაგალითი, რასაც დონორები, ევროპული და ამერიკული დონორები ამ NGO-ების მეშვეობით აძლევენ საქართველოს მოსახლეობას, რომ ვიღაცა გამოიტყვის, რომ არ მოსწონს პარკირების წესი, ამიტომ არ დაემორჩილება, ვიღაცა იტყვის, რომ წითელი, ყვითელი და მწვანე ფერები არ არის სწორი და არ დაემორჩილება ამ ფერებს, ვიღაც არ დაემორჩილება სხვა რაღაც წესებს და ეს არის NGO-ების, ეს ხალხი, ეს არის მათი და სინამდვილეში ეს არის მათი ევროპა. ესე წარმოუდგენთ ევროპა, ნაციონალურ მოძრაობას ხო ასეთი ევროპა ჰქონდა აშენებული ამ ქვეყანაში, სადაც უკანონობა, დევნა და ძალადობა იყო ნაწილი მართლობისა, ხო? ეს არის მათი ევროპა. და ამ NGO-ებს, რომელიც ამბობენ, რომ არ დაემორჩილებიან კანონს, ასეთი ევროპა უნდათ ქართველებს. ვინც არის უფლება მოსილი და ვისაც აქვს სურვილი და ვისაც აქვს კითხვები კანონთან დაკავშირებით, თავისუფალია რომ მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს. აქ ხარე იქნება საქართველოს პარლამენტი, ვინაიდან პარლამენტის მიერ მიღებული კანონია, როგორც იცით, ამიტომ რა თქმა უნდა პარლამენტი თავის პოზიციებს წარმოადგენს. წარმომადგენლები აქ წერან ერთი პუნქტი გამოჩნდა, რომელზეც ასევე მინდოდა საუბარი იმპიჩმენტთან დაკავშირებით, ასევე ერთ რამეს გავუსვა ხაზს. თქვენ გახსოვთ მაშინ, რომ არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილმა სამარცხვინო ეძახა საკონსტიტუციო სასამართლოს და მოსამართლეებს, ჩვენ ვნახეთ მაშინ ზეწოლა უცხოელი აქტორების მხრიდან პარლამენტს. მათ ჩვენ ზოგიერთი ელჩი თუ უცხოელი პოლიტიკოსი თუ ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენელი პირდაპირ ზეწოლა იყო საქართველოს პარლამენტზე, რომ იმპიჩმენტის გადაწყვეტილება არ მიიღო. იმ პირობებში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა კონსტიტუციის დარღვევა. აქ ვნახეთ ჩვენ უხეში ჩარევა სუვერენული სახელმწიფოს საპარლამენტო
საქმიანობაში, კონსტიტუციის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით იმპიჩმენტზე არ მიგვიღოს გადაწყვეტილება. თქვენ გახსოვთ, მაშინ ზოგიერთი დიპლომატის და უცხოელი აქტორის საუბარი, რომ ეს კავშირში იყო საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან. რა კავშირშია? ანუ გამოდიოდა, რომ ჩვენ ეს დიპლომატები გვეუბნებოდნენ, რომ კონსტიტუციის დარღვევა არის ევროპა. და კონსტიტუციის დარღვევისთვის თვალის დახუჭა და წაყრუება არის ევროპა. აი ესეთი ზოგ უცხოელს ასეთი ქვეყანა უნდა ჩვენთვის, თავისთვის სხვანაირი სტანდარტი უნდა და ჩვენთვის უნდათ რომ კონსტიტუციას არღვევდეს პრეზიდენტი და ამაზე ჩუმად იყოს საქართველოს პარლამენტი იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სასამართლომ დაადასტურა ეს დარღვევა და ახლა თავად ქალბატონი სალომე ადასტურებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ლეგიტიმურობას იმით, რომ ზუსტად იგივე სასამართლოს იგივე მოსამართლეებს მიმართავს საკუთარი პრეტენზიით. ამიტომ არის ეს მთელი პროცესი, რომ იყო ფარსი და იყო ზეწოლა სუვერენ სახელმწიფოზე იმისთვის, რომ პარლამენტს არ მიეღო იმპიჩმენტის გადაწყვეტილება და აბსოლუტურად უსამართლოდ და არა ევროპულად დაკავშირება ამ საკითხისა ევროპულ პერსპექტივასთან. რაც შეეხება კითხვას, რომელიც ამასობაში დამავიწყდა, ეხებოდა კი ბატონო, რაც შეეხება ამნისტიის ხონუ კიდევ ერთხელ ჩვენ პრემიერ-მინისტრმა განაცხადათ თუ რა არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანი, ის რომ რაოდენობა პატიმრებისა პეტეცრო დაწესებულებებში ეტაპობრივად შევამციროთ და დავიყვანოთ ის რაღაც საერთო სტანდარტამდე. ამისთვის ჩვენი საბოლოო მიზანი არის, რომ დაახლოებით 1/3-ით შემცირდეს პატიმრების რაოდენობა საშეახსოვრების დაწესებულებაში. ამის პირველი ნაბიჯი არის ეს ამნისტია, რომელიც დაახლოებით 10%-მდე პატიმრას შეეხება დაუყოვნებლივი გათავისუფლების სახით და საერთო ჯამში პატიმრების 1/3-ს შეეხება სხვადასხვა ფორმით, სასჯელის განახევრებით, მეოთხედის შემცირებით, მეექვსედით შემცირებით და ასევე შეეხება დიდ რაოდენობას პრობაციონერებისა. არის დაბალანსებული იმ მხრივ, რომ რა თქმა უნდა ამ დროს ორი სიკეთე არის, ან ორი პერსპექტივა არის. ერთის მხრივ ეს არის სახელმწიფოს მხრივ ჰუმანურობის გამოჩენა და პატიმრებისთვის შესაძლებლობის მისცემა, რომ გაითვალისწინოს შემდეგ ეს ჰუმანური მიდგომა სახელმწიფოს და საზოგადოების და იყვნენ თავისუფლებაზე და მეორე მხრივ საზოგადოების ინტერესი, რომ იყოს დაცული უსაფრთხოება და მარცხწესრიგი. ამიტომ ჩვენ ძალიან დეტალურად გავიარეთ ეს საკითხი. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებს და განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა კომიტეტს, რომელიც ამაზე იმუშავა ინტენსიურად და ვფიქრობ, რომ არის ძალიან დაბალანსებული პროექტი, რომელიც კიდევ ერთხელ დაახლოებით 10%-მდე პატიმრას მისცემს შესაძლებლობა დაუყოვნებლივ გამოვიდეს თავისუფლებაზე. ხო და მე თუ კი ასე ფიქრავენ, მოვიდნენ და მისცენ ხმა ხარი დაუჭირონ ამ ამნისტიას და თავადაც ხომ მიიწერენ მაშინ ამას როგორც პოზიტიურ ნაბიჯს, თუ კი ასე ფიქრობენ. აი ეს არის გაუგებარი, ხო? ან თუ ფიქრობენ, რომ ამას ან შესაბამისად ამით აღიარებენ, რომ ეს არის საზოგადოების ინტერესში და საზოგადოებისგან მოწონებით სარგებლობს ეს ინიციატივა, მოვიდნენ და ხარი დაუჭირონ და თვითონაც თუ კი ფიქრობენ, რომ ეს საარჩევნოდ რაიმე შეიძლება წაადგეს რომელიმე პოლიტიკურ გუნდს, მათაც ხო წაადგებათ. ნაცვლად ამისა, კრიჭაში უდგებიან საზოგადოებას, პარლამენტს იმისთვის, რომ არაჩვენონ საერთო ჯამში რაიმე ნაისახეობა თანამშრომლობა. Gen პროკურორსაც მითხარი თუ შეიძლება დანიშნოთ დაკავშირებით მინდა რომ კითხოთ თუ შეიძლება ვინაიდან გიორგი გაბიდაშვილი წლების წინ იყო ოთარ ფარცხალაძის მოადგილე. ფარცხალაძე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აღიარა როგორც რუსეთის გავლენის აგენტი და რუსეთის აგენტად არის ეს ადამიანი გამოცხადებული, რომელიც რუსულ პროპაგანდას და რუსულ პოლიტიკას ავრცელებდა საქართველოში სხვადასხვა უწყებებზე. გაბიდაშვილის არჩევა ახლა პროკურორად ნიშნავს თუ არა იმას, რომ რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი პროკურორი ეყოლება ისევ ქვეყანას და მასზე ისევ გავლენას მოახდენს ფარცხალაძე, რომელმაც ფათაშორის გვარი შეიცვალა და რომანოვად გადავიდა და ეს ყველაფერი
ნიშნავს თუ არა იმას, რომ ეს რუსული გავლენები აგენტურა ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტად გაიზრდება. დაუჭერთ თუ არა მხარს პარლამენტში გაბიტაშვილის კანდიდატურას. ხო, ერთ-ერთი აგენტურა სადაც ხედავთ, ეს არის ოპოზიციაში საერთო ჯამში, ხედავთ რომ ეს არის ის ჯგუფი, რომელიც მოქმედებს არა ქართველი ხალხის, არამედ უცხო ჯგუფების დავალებებით და მათი ინტერესებით. ეს ცხადია, პირდაპირ ეთერში უყურებთ მათ ღალატს, პირდაპირ ეთერში უყურებთ ზოგიერთი NGO-ს წარმომადგენელს, როგორც ჩადის სხვა ქვეყანაში და ჩვენებას აძლევს იქაურ საკანონმდებლო ორგანოს ჯგუფებში საქართველოს წინააღმდეგ. ახლა რა ვიცი, ამაზე მეტი მტკიცებულებები რა დგინათ იმის, რომ ამ ადამიანებისთვის საქართველო არანაირ ღირებულებას და ფასეულობას არ წარმოადგენს. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამხილეს, რომ ის არის აგენტი და ატარებდა საქართველოში რუსეთის ინტერესებს და მისი მარჯვენა ხელი ინიშნება ახლა გენპროკურორად ბატონიშვილს. საერთოდ აკავშირში არის ეს ადამიანი ამ საკითხთან მე ვერ ხვდები. მისი მარჯვენა ხელია და მისი დანიშნული არის და ფარცხალაძის კარია გაბიტაშვილი. როდის იყო? რომელი წლამდე წლის წინ? კარგი, მოგლეთ, კარგი, რაც შეეხება კანდიდატურას გენერალურ პროკურორის თანამდებობაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ როცა გვყავს გენერალური პროკურატურა და საერთოდ პროკურატურის სისტემა, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კონსტიტუციური ორგანო საქართველოში და ეს შანსი არა მხოლოდ ჩვენი სტატისტიკებით, რომელიც შეეხება უსაფრთხოებას კრიმინალურ თვალსაზრისით საქართველოში, ამას პირდაპირ ადასტურებს ეს სტატისტიკა, არაპირდაპირ ადასტურებს ტურისტების რაოდენობის და საქართველოში, როგორც უსაფრთხო ქვეყანაში და ამას ადასტურებს მათ შორის საერთაშორისო რეიტინგები ყველა მიმართულებით. იქნება ეს კორუფციის დაბალი დონე, იქნება ეს სამართლებრივი სახელმწიფოს რეიტინგები თუ ასე შემდეგ. საქართველოს პროკურატურა, პროკურატურის სისტემა და პროკურორები იმსახურებენ მხოლოდ შექებას და მადლობას ქართველი ხალხისგან და საქართველოს პარლამენტისგან. და რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კანდიდატურაზე, რომელიც ამ სისტემაში გენერალურ პროკურორის მოადგილე იყო, თავისთავად ეს წარმატებები მისი თანამონაწილეობითაც ხდებოდა. ამიტომ თავისთავად ეს ბუნებრივიც არის, რომ გვაქვს პოზიტიური განწყობა ამ კანდიდატის მიმართ, მით უმეტეს რომ იცით რომ შესაძლო კომისიაში, პროკურატურის საპროკურორო საბჭოში პარლამენტიც არის წარმოდგენილი, როგორც უმრავლესობა, ისე ოპოზიცია. ინტერესებს არ შეექმნება, როდესაც გენერალის პროკურატურა ადამიანი საქართველოს კავშირშია რუსეთის სწორედ ზოგადად არის ზოგადად ასეთი გამონათქვამი არის, რომ ყველა საკითხს თავისი პერსპექტივიდან უყურებს და ამის ჩანს ოპოზიციას რაც გონია ქცევის სტანდარტად, ფიქრობს, რომ სხვებისაც ეს ქცევის სტანდარტია. ჩვენ ოპოზიციაში ყავს ხალხი, რომელი არათუ პროკურატურა და ასე შემდეგ, ხომ? ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილის მარიონეტები არიან დღემდე. აი ესეთი ოპოზიცია ყავს. საკითხავია და სათქმელი არის და ბარემ აქაც გამოვიყენებ შესაძლებლობას, რომ ზურაბ ადეიშვილი კრიმინალი, რომელიც ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილდება და ევროკომისიის კორიდორებში დაიარება და ხვდება იმ ხალხს, რომელიც შემდეგ აქ ჭკუას გვასწავლებს ჩვენ რა არის მართლმსაჯულება, ეს დამოუკიდებლობა, რა თქმა უნდა ეს სირცხვილია, როდესაც ზურაბ ადეიშვილისთვის კარი ღია არის ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტში შესახვედრად. გახსოვთ თქვენ რომ ის ბრიუსელში შეხვდა მართლმსაჯულების ხასუსო კომისარს და ამის შემდეგ იწყინეს ევროკავშირის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ჩვენი საყვედური ამასთან დაკავშირებით და თქვენს რომ არ ვიცოდით ვინ იყო და უკრაინის გენერალური პროკურორის ხვდებოდით და დელეგაციაში იყო ვიღაცა. რამდენიმე კვირა გავიდა და მართლმსაჯულების კომისარი ჩავიდა უკრაინაში კიევში და კიდევ ერთხელ შეხვდა ზურაბ ადეიშვილს. აი როცა უკვე იცოდა ზუსტად რომ ხდება კრიმინალს, რომელიც აქ წამების სისტემას ქმნიდა და რომელიც დღეს სათანამშრომლოდ ყავთ უკრაინაში მართლმსაჯულების და პროკურატურის რეფორმაში. ამიტომ ეს ღირებულებების ნაკლებობა ზოგიერთი ბიუროკრატის მხრიდან, რა თქმა უნდა, ჩვენში შეშფოთებას იწვევს და ქართველი ხალხი როცა ხედავს ამ სურათებს, რომ კრიმინალი ადეიშვილი დაიარება ბრიუსელის სხვადასხვა ოთახში, როცა ხედავს, რომ კრიმინალი ფორმულას დამფუძნებელი კეზერაშვილი ფარველობით სარგებლობს და თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირში და საქართველოში აფინანსებს რადიკალიზმს. რა უშლის ხელს ევროკავშირში გადმოგცეს კრიმინალი ადეიშვილი, რა უშლის ევროკავშირის ხელს გადმოგცეს
კრიმინალი კეზერაშვილი და რატომ ქონდა თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებულიყო და იქიდან ხელი ეფათურებინა როგორც უკრაინის მოქალაქეს საქართველოს პოლიტიკაში და 10 წელი არ მოასვენა ჩვენი საზოგადოება იმ რადიკალურ დღესასრიგისა რომელიც შემოქონდა. ამიტომ კიდევ ერთხელ დღეს როდესაც ჩვენ ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი თუ დიპლომატი თუ პოლიტიკოსი ამ მორალური პედესტალებიდან ღირებულებებზე გველაპარაკება ქართველი ხალხი ერთგული არის ევროპული ღირებულებებისა. თუმცა ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი აცდენილი არის ევროპულ ბიუროკრატიას იმით რომ იფარებს ადეიშვილს, იფარებს კეზერაშვილს, იფარებდა სააკაშვილს მთელი ქართული კრიმინალური ასე ვთქვათ კლანი პოლიტიკოსებისა თავს აფარებდა ან დღეს აფარებს ევროპულ სივრცეს. რაც შეეხება ხოდა აი რუსული სტანდარტი გამოდის რომ თუ ეს გამოდის რომ რუსული სტანდარტია მაშინ ესე თავში მოგლეთ უყურეთ რაც შეეხება პროკურატურას უბრალოდ რაც შეეხება პროკურატურას საქართველოს პროკურატურა ემორჩილება ერთადერთ რამეს ეს არის საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა და ამისთვის მინდა მათ მადლობა გადაუხადო იმისთვის რომ საქართველოს დღეს არის მათ შორის კრიმინოლოგიური თვალსაზრისით უსაფრთხო ქვეყანა და ეს კიდევ ერთხელ აისახება ტურიზმის რაოდენობაში, ეკონომიკურ ზრდაში და სხვა რეიტინგებში მონაცემებში. რაც შეეხება კონკრეტულად ერთი ადამიანის ამა თუ იმ ასე ვთქვათ ბრალდებებს, ესეთი ბრალდებები ჩვენ გვსვენია სამწუხაროდ ზოგიერთი სტრუქტურისგან ამერიკის შეერთებულ შტატებსა, რომლისგანაც მტკიცებულებების შემდეგ არის ნული. ასე რომ ეს განცხადებები გასაგებია, მაგრამ აჩვენა ამ პროცესებმა და მათ შორის რეაქციებმა არასამთავრობოების და პარტიების რა ველოდება წინწინეს არჩევნო კამპანიის ფარგლებში და ზოგადად რა შეიძლება მივიღოთ აი ამ პროცესებიდან გამომდინარე. რაც გულისხმობთ და როგორ ფიქრობთ ოპოზიცია ამბობს რომ ქართულ ოცნებას საალბარაკო მიეცა თუმცა მე ყოფილა გლობალური ომის პარტია და აი ამ კონტექსტში რა შეგიძლიათ? რეაქციები ნახეთ საბოლოო ჯამში და კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა გულისწყეტაა რომ ჩვენ საზოგადოებაში არიან ასეთი ჯგუფები პოლიტიკურ და NGO სექტორში რომელიც შეუძლიათ ეს ქვეყანა გაწირონ ისე რომ თვალსაც არ დაახამხამენ. ნახეთ ახლა რომ ყველა ცდილობს რაღაცნაირად დააკრინოს ამ შემთხვევის მნიშვნელობა მათ თუ დაუჯერებთ ესე იგი ეს ყველაფერი სულ შემთხვევითობა არის ფიცოს ესროლა ვიღაც პენსიონერმა, ტრამპს ესროლა ვიღაც თინეიჯერმა და ასე შემდეგ და ეს არაფერი. სინამდვილეში ჩვენ ხომ ხედავთ რომ ეს არის ერთი ხელწერა. იმიტომ ვამბობ ჩვენ რომ ეს ლიბერალური ფაშიზმი რაც საქართველოში ინერგება ზოგიერთი ჯგუფების მეშვეობით უცხოური დაფინანსებით ზუსტად აქეთკენ მიდის. ზუსტად ასე შეაჩეჩეს ხელში მოლოტოვის კოქტეილი ერთ-ერთ ახალგაზრდას რომელიც სროლის შედეგადაც პოლიციელი შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს. და აქ ყველა შეგახსენეთ რომ სალომე ზურაბიშვილმა ეს ადამიანი შეიწყალა. ახლა რომ ფარისევლურად გამოთქვამს წუხილს ტრამზე თავდასხმასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ადამიანი, რომელიც სიკვდილისთვის წირავდა პოლიციელს და ცეცხლი წაუკიდა ადამიანს. და სწორედ ეს არის საბოლოო ჯამში შედეგი, მე დააბრალონ პოლარიზაციას, გახლეჩვას, რაღაც ასე შემდეგ და არ ჩანდეს კონკრეტული დამნაშავე ამ ყველაფრის უკან, ის ვინც აქეზებს, ის ვინც ცეცხლს უკიდებს, ის ვინც აპროვოცირებს ზუსტად ასეთ ქმედებებს. ამიტომ ჩვენ ამას საქართველოში ვაკვირდებით ზუსტად და ამიტომაც ვამბობთ ჩვენ რომ ეს რაღაც ლიბერალური ფაშისტური კამპანიები რომელიც საქართველოში იყო წარმოებული, მნიშვნელოვანი იყო რომ ყველა დონორი, ვინც ასეთ ორგანიზაციასთან კავშირში არის, გამიჯნოდა ამას. სამწუხაროდ დღემდე გავიდა კვირები, თვეები გავიდა ამის შემდეგ, დღემდე ვერ ვნახეთ ვერც ერთი ევროპელი ელჩი
რომელიც გაემიჯნებოდა მაგალითად ჯემნიუსის თანამშრომლის მიერ 84 ტყვით დამუქრებას პარლამენტის წევრებისადმი. არადა ეს ორგანიზაცია ფინანსდება ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ერთი წუხილიც არ გამოუთქვამს არც ერთ ევროპელ პოლიტიკოს თუ დიპლომატს ამასთან დაკავშირებით. დღემდე ვერ ვნახეთ გამიჯნა ვერც ერთი ევროპელი თუ დასავლელი პოლიტიკოსის თუ დიპლომატისა როდესაც გრასის თანამშრომელი მიუვარდა პარლამენტის წევრს და მის ოჯახს და ნახეთ რომ ხულიგნობაში ის დამნაშავეებითაც იქნა ცნობილი და არავინ ხაც არ ამოუღიათ საერთოდ ამასთან დაკავშირებით. დღემდე არც ერთი ევროპელი თუ დასავლელი პოლიტიკოსი თუ დიპლომატი არ გამიჯნია ორგანიზაციას სირცხვილია წარმომადგენლების მხრიდან უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირების პირადი სატელეფონო ნომრების გასაჯაროებას და შემდეგ აქ დარეკვას, მათ ოჯახის წევრებთან დარეკვას და მუქარას და ზეწოლას მათ მიმართ. დღემდე არ გამიჯნია. რა თქმა უნდა ეს არის აცდენა ევროპული ღირებულებებისგან და მნიშვნელოვანია რომ ეს ჯგუფები გულისხმობ უცხოელ პოლიტიკოსებს თუ დიპლომატებს დაუბრუნდნენ ევროპულ ღირებულებებს. ვინაიდან წაყრუება ამ სიძულვილის მუქარის ზეწოლის კამპანიის მიმართ არის ამ კამპანიის წახალისება და ეს ჩვენ დავინახეთ კონკრეტულ მაგალითებზე. რადგან უჩუმდებიან ეს ადამიანები, რომლებიც ამავდროულად არიან დამფინანსებლები ამ ორგანიზაციის, ეს ორგანიზაციები და წარმომადგენლები თვლიან, რომ ესე იგი ეს არის მოწონებული და შეუძლიათ გააგრძელონ ეს მათი ეს საქმიანობა. აბა რა იყო მოლოტოვის კოქტეილის როლა რა იყო აბა. როდესაც საქართველოს ისტორიაში პირველად ზუსტად იმ ჯგუფებმა, რომელიც აი ზუსტად ამ მიმართულების, ასე ვთქვათ, წარმომადგენლები არიან, საქართველოს ისტორიაში ყველანაირი პროტესტი ქონია ჩვენ ამ ქვეყანაში და პარლამენტის წინ და პირველად მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს პოლიციელს. და ეს ჩაატარეს, ვითომც არც არაფერი, პირიქით იქით დააბრალეს მე პოლიციელს საბოლოო ჯამში და ნახეთ რომ საბოლოო ჯამში ეს ადამიანი, რომელიც ძალადობაში არაერთხელ იყო მხილებული, მათ შორის ოჯახურ ძალადობაში, საკუთარი მამის წინააღმდეგ, შეიწყალა სალომე ზურაბიშვილი. თუმცა ამ შემთხვევაში აქ ერთი ადამიანის საკითხი არ დგას. ეს არის თლიანად ტენდენცია, პოლიტიკა, მიდგომა, რომელიც აქვს აი ამ ჯგუფებს, რომლებიც ძალადობისკენ უბიძგებენ ადამიანებს და ესეთ შემთხვევითი არ არის რომ ტრამპზე მსროლელიც ახალგაზრდა თინეიჯერი იყო თუ არ ვცდები, ახალგაზრდა იყო და ცდილობენ ზუსტად ახალგაზრდების გამოყენებას რადიკალური ქმედებებისთვის და კიდე ერთხელ აი ამ ტრამპის ამიტომაც მე დავწერე ჩემს პოსტში რომ ამ შემთხვევის შემდეგ მაინც იქნებ გამოჩნდეს რომელიმე დასავლელი პოლიტიკოსი დონორი, დიპლომატი, არ ვიცი, სხვა წარმომადგენელი და ბოლო-ბოლო გაემიჯნონ იმ ძალადობას, იმ მუქარას, იმ ზეწოლას, იმ ზიზღის ენას, რომელიც მომდინარეობს იმ ორგანიზაციებისგან, რომელიც ფინანსდებიან უცხოური წყაროებიდან. მნიშვნელობა ვერი აძლევს ბევრი ადამიანი, თუმცა ბევრი ამბობს რომ უნდა, მაგრამ მნიშვნელობას ამდენი ვერი აძლევს და გარკვეულწილად გაფრთხილდება ხდება ამ საკითხის და სხვა საკითხები იფარებოდა. თქვენი პოზიცია მაინტერესებს ამაზე და კიდევ უნდა გითხოთ ოპოზიციის აღქმაზე, რომელიც ამბობს რომ ირაკლი რუხაძე ერთგვარად გამოხატავს პრინცინა ივანიშვილის პოზიციას და საკმაოდ ფართო აუდიტორიაზე გააკეთა ეს განცხადება და ერთგვარად მათი აღქმით მოსინჯვა არის ეს ნიადაგის რამდენად შეიძლება რომ ეს საერთოდ გაქრეს ჩანაწერი იყოს. სისულელეა ეს ჩანაწერი და კონსტიტუციაში საერთოდ არ უნდა ჩაწერა. ჩვენი პოზიცია ნათელია, ვინაიდან ჩვენ გულისხმობ ქართულ ოცნებას, ქართული ოცნება არის ავტორი ამ ჩანაწერისა და ამ განაცხადის. ამ ჩანაწერის გარეშეც ცნობილი არის პოლიტიკური გეზი, რომელიც ქართულ ოცნებას აქვს, ის რომ საქართველოს დამკვიდრდეს სრულად ევროკავშირის სივრცეში. ამიტომ რა თქმა უნდა არ ვიზიარებ ამ შეფასებას და შეეხება ქართული ოცნების პოზიციას, ის არა მხოლოდ სიტყვით და საქმით,
არამედ კონსტიტუციური ჩანაწერითაც არის ნათელი. ივანიშვილის გარემოცვას წარმოადგენს და მის პოზიციას გამოხატავს და ამიტომ ივანიშვილი ვერ ამბობს და ათქმევინა ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა არის ქართული ოცნება და ქართული ოცნების პოზიციაც გაგაცემა. გარემოცვა ძალიან ისეთია, რომ მაინც პარტიას არ გულისხმობს პოლიტიკურ მიზნებს, იდეებს რაც შეეხება, ზუსტად პარტია გულისხმობს იმას, თუ რა არის პოლიტიკური მიზანი. ეს შეიძლება მისი პოზიცია რამენაირად უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის პოზიციას. კიდევ ბიძინა ივანიშვილი არის ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე და შესაბამისად ქართული ოცნება წარმოადგენს იმ პოლიტიკურ პოზიციას, რომელიც ბიძინა ივანიშვილს გააჩნია, რადგან გითხარით. და რა სიტუაციაში კამპანიაში ინდიაში და სამშობლო ორგანიზაციების ჩართულობაზე უკეთებთ როდესაც ესეთი განცხადებები მიუძეს ოპოზიციური პარტიებმა შეხვედრა გამართეს ცოდნის კაფეში, რომელიც ინდიის ფედერაციით არის ორგანიზებული. და აი თქვენ როგორ აფასებთ ზოგადად საერთაშორისო ორგანიზაციების და ინდიის ჩართულობას წინასაარჩევნო კამპანიაში? წინა წელს შედარებით გაზრდილი თუ როგორ არის? მე რაღაცნაირად უკვე ნენელაში დაბეჭდილება რჩება, რომ ჩვენი განცხადებები რაღაც კედელს ეხეთქება და სამწუხაროდ აბსოლუტურად ყურ კედელს ხვდებით ჩვენ ზოგიერთ დონორის სახით. NDI ამისი კარგი მაგალითი არის, იმიტომ რომ NDI-ის ერთი სხვი მას უკვე აქვს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, იცით რომ მათ ფორმირებული აქვს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია და ანუ აქვს პრეტენზია რომ იმიყვნენ დამკვირვებლები და შეგახსენებთ რომ საერთაშორისო სტანდარტით EU-odirs ქცევის წესების მიხედვითაც დამკვირვებელი უნდა იყოს ნეიტრალური. ანუ აცხადებენ პრეტენზიას რომ არიან ნეიტრალური დამკვირვებლები წინასაარჩევნო პროცესისა და არჩევნების. ამავე დროს NDI არის ორგანიზაცია, რომელიც დაატარებს რადიკალურ ოპოზიციას სხვადასხვა აქტივობებზე. ჩვენ ვნახეთ რომ ხან მათ წინასაარჩევნო ასე თქვა სტრატეგიის დახმარების ღონისძიებებს აორგანიზებს და ახლა უკვე პირდაპირ წინასაარჩევნო შეხვედრებს ორგანიზებისთვის მადლობას უხდიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები NDI-ს. რაც რა თქმა უნდა აჩენს ეჭვებს ამ ორგანიზაციის ნეიტრალობასთან დაკავშირებით. ამიტომ მე გარკვეულწილად მე ვფიქრობ რომ შეუძლებელია რომ ისინი არ ფიქრობდნენ და არ იცოდნენ რომ ამ ქცევით ისინი არ ღვევენ ნეიტრალიტეტს. როგორც ჩანს ამის და მიუხედავად არის გარკვეული უხეში ჩარევის ცდილობა წინასაარჩევნო გარემოში. კიდევ ერთხელ ჩვენ გვსმენია ბევრი პრეტენზია საარჩევნო არჩევნების ჩარევასთან დაკავშირებით რუსეთის მხრიდან, რაც რისკები მაღალი არის ყოველთვის საქართველოში, მაგრამ არა მხოლოდ საქართველოში, ევროპაში, ამერიკაშიც გვსმენიათ არაერთხელ განცხადებები, როგორც ცდილობს ჩაერიოს რუსეთი თუ სხვა სახელმწიფო ევროპულ თუ ამერიკულ არჩევნებში. და ასეთი სტანდარტით რომ ხდება შემდეგ ამერიკული თუ ევროპული ორგანიზაციების მხრიდან საქართველოში ოპერირება. ეს რამდენად ჯდება დემოკრატიულ ღირებულებებში? ეს რამდენად არის ის, რასაც ჩვენ ვესწრაფით და აი კონსტიტუციის ჩანაწერში რაც გვაქვს 78 მუხში, ეს არის ღირებულება, რომ უცხოური ორგანიზაცია ჩამოვიდეს, აქ ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია დაგეგმაში დაეხმაროს, შემდეგ მის განხორციელებაში დაეხმაროს და თან ამავე დროს გამოვიდეს და პრეტენზიებით გითხრას, რომ ის არის ნეიტრალური დამკვირვებელი და დაწეს ანგარიშს ამასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ 20 წელს ისვედმა რომ ყალბი პარალელდათვლის შედეგები საზოგადოებას ერთი თვის განმავლობაში, თვენახევრის განმავლობაში საზოგადოებას ასაზრდოებდა ყალბი ციფრებით, ის ციფრები გამოთვლილი იქნა NDI-ის მიერ ისვედისთვის მიცემული პროგრამით. შემდეგ რომ ამომდევრ შეცდომა იყო პროგრამაში, ეს პროგრამა NDI-ის პროგრამა არის, ამიტომ დღემდე ჩვენ არ გვსმენია საბოლოო ჯამში რა გამოძიება ჩატარდა ამ პროგრამასთან დაკავშირებით. ეს შეცდომა ვის მოუვიდა, როგორ მოუვიდა, შეცდომა იყო თუ არ იყო, უფრო მეტიც ჩვენ შემდეგ გავიგეთ, რომ თურმე ის რომ ეს ინფორმაცია იყო მცდარი, ერთი თვე ამის შესახებ იცოდა დონორმა ორგანიზაციამ ისვედის USAID-ი, რაც არ არის ჩვეულებრივი ფონდი. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო სააგენტო. ეს არის მთავრობის წარმომადგენელი. მათმა ადგილობრივ წარმომადგენლებმა გაირკვა შემდეგ, რომ იცოდნენ, რომ ეს იყო მცდარი ციფრები, რომ ეს ხალხის მღელვარება, ეს ოპოზიციის აჟიტირება, ყველაფერი ტყუილს ეფუძნებოდა
ისვედ იმეორებდა ამ ტყუილს, იმეორებდა მთელი ნოემბრის განმავლობაში, დეკემბრის 12 რიცხვამდე, როდესაც პირველად შეიკრიბა პარლამენტი და მხოლოდ მაშინ აღიარეს შეცდომა, გაირკვა რომ ეს პერიოდი USAID-ის ადგილობრივ წარმომადგენელს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში არის განთავსებული, ეს ყველაფერი იცოდა და ამას არ ეუბნებოდა არც საქართველოს ხელისუფლებას, არც ქართულ ხალხს, რომელზეც ისინი ამბობენ რომ ზრუნავენ და მათი ინტერესებით მოქმედებენ. ამას უმალავდა ქართული ხალხი ნერვიულობდა რომ თურმე გაყავდა თუ არ გაყავდა, თურმე ყველაფერი ტყუილი ყოფილა და USAID იყო ამაში ჩართული. ასე რომ და დღემდე მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მიმართეთ, მათ შორის მეც პირადად სხვადასხვა დონეზე, USAID-ის ხელმძღვანელობის დონეზე, საელჩოების დონეზე, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების დონეზე, ყველა დონეზე დავაყენე ეს საკითხი, რასთან მქონდა საქმე 2020 წლის არჩევნების დროს, როდესაც ყალბი პარალელური დაცვის შედეგები ვრცელდებოდა და როდესაც გაირკვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო სააგენტომ USAID-იმ იცოდა ამის შესახებ და მალავდა. დღემდე არ გვსმენია პასუხი ჩატარდა თუ არა გამოძიება ამასთან დაკავშირებით, რა გაირკვა ამის შესახებ, რა იცოდა USAID-იმ, რა იცოდა საელჩომ, ვინ რა იცოდა და რომ იცოდნენ, რატომ მალავდნენ ამას ყველაფერს და რატომ რაც იყო საბოლოო ჯამში საქართველოში მაშინ გახსოვთ ამ რევოლუციური ტალღის ასე ვთქვათ ერთ-ერთი ინსპირატორი, ეს იყო პარლამენტის 6 თვიანი ბოიკოტირების ინსპირატორი და ეს იყო პოლარიზაციის მთავარი საფუძველი მაშინ ისვედის მხრიდან ყალბი რიცხვების გავრცელებამ თვენახევის განმავლობაში. ამიტომ, როდესაც საუბრობთ ჩვენ მათ შორის საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით უცხოეთიდან რაღაც ესე ვთქვათ გარკვეული პედესტალიდან შეფასებებს მოლოდინი არის სამართლიანი და ასე შემდეგ არჩევნების, ჯერ გვიპასუხონ კითხვაზე რა იცოდა USAID 2020 წელს, რატომ მალავდა, რომ იყო მცდარი ეს მონაცემები პარალელური დათვლის, რატომ წირავდა ქართულ საზოგადოებას არეულობისთვის. ამაზე გვაინტერესებს პასუხები და აქვე დავამატებ ერთ რამეს, აქვე ბარემ ვისაუბრებ ამ შემთხვევაში, როცა საუბარია ვის ინტერესებს ატარებს, არ ატარებს ესათვის ორგანიზაცია. არც ერთი NGO, ვინც დამკვირვებაშია ჩართული, ხომ რამდენჯერმე ითქვა ეს ინფორმაცია USAID-იმ რაღაც იცოდა თუ არ იცოდა. არც ერთი NGO არ დაინტერესდა ამ საკითხს, გამოიკულიოს ვინ რა იცოდა, ვინ არ იცოდა. არც ერთი ოპოზიციური მედია არ დაინტერესდა ამ საკითხით, რომ გამოიკულიოს. იმიტომ თავად ფინანსდებიან შემდეგ ამ წყაროებიდან, რა თქმა უნდა, არ უნდათ რომ კრიტიკულები იყვნენ თავისი დონორის მიმართ. ზუსტად ეს არის საერთო ჯამში ლოიალობა არა ქვეყნის მიმართ და საქართველოს და ქართული ხალხის მიმართ, არამედ ლოიალობა საკუთარი დონორის მიმართ. ამიტომ ეს ტენდენციები მე ძალიან უკვე ასე ვთქვათ სახიფათოდ მეჩვენება იმ ხრივ, რომ ხედავთ საქართველოს არჩევნებში ჩარევის მცდელობებს, ხედავთ ოპოზიციის წაქეზების, მათი არ ვიცი მე დღის წესრიგის როგორც დაალაგების ისე ორგანიზების ხრივ და ამას მიაქციონ ყურადღება, მაინტერესებს ხა ეს აისახება, ნახეთ ჩვენ რომ პირველ ტალღაში არ აისახა ეს ადგილობრივი დამკვირვებლების, ისევ ის NGO-ები არის, რომელიც აქ არიან ჩართული. ანუ არ აისახა ამ დასკვნაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა საერთაშორისო დამკვირვებლებს ამას შესახებ ინფორმაციას მივაწვით ხოლმე, რომ აისახოს ეს არასათანადო ჩარევა უცხოური სხვადასხვა ორგანიზაციების არჩევნებში. ერთ-ერთი თემა არის სისტემაზე, აი რატომ აქ მოსამართლეებს ასეთ მიდიით და დამოკიდებულება ვექილებს. მაგრამ მე დავიწყე არჩევნების ოპოზიცია, მათ შორის მინდა გითხრათ, გიორგი გახარიამ ლონდონთან დაკავშირებით ისაუბრა და თქვა, რომ მათი მთავარი მიზანი არის ამ შემთხვევაში არ დაუშვას ლოს განათლება. აი როგორ აღიქვა ვისთან ჩვენ მე მგონი ყველა ამას ხვდება და რაც თავარია თვითონ ოპოზიციაში ხვდებიან და წამოწდებათ ხოლმე. საერთო ჯამში ეს არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. აი ეს ფლანგი, ეს დანაყოფი, ეს ანაცვლეტი, ამას ეს ყველაფერი არის მხოლოდ ტაქტიკა და მანევრი. შინაარსში ეს არის ნაციონალური მოძრაობა და ნაციონალურ მოძრაობაში გულისხმობთ არაფერ პარტიას, გულისხმობთ იდეოლოგიას, ადამიანები, რომელიც მზად არიან ემსახურონ უცხო ძალებს და გაატარონ უცხო ძალების ინტერესი საქართველოში. დღეს ეს მთლიანი კონფიგურაცია მათი მოფიქრებულიც არ არის, იმიტომ არის უჭირთ ასე თქვა, მათი მოფიქრებულიც არ არის. მათ ამ კონფიგურაციას ულაგებენ გარედან, ვისთანაც ეთქვიან, რომ შენ იმასთან ერთად უნდა გაერთიანდე, გუშინ რომ მამასისხლად იყო ერთმანეთზე გადაკიდებული, დღეს ერთად ჯდებიან, უთხრეს მიიღეს ბრძანება
მითითება ინსტრუქცია, მოქმედებენ ინსტრუქციის მიხედვით. აი ესეთ ინსტრუქციებს მიიღებდნენ 2 წლის წინ და იღებდნენ კიდევაც რომ საქართველოს უნდა სანქციები დაეწესებინა, საქართველოს უნდა მოხალისეები გაეგზავნა, რომ მიიღებდნენ ინსტრუქციები, იმიტომაც მოგვადგენთ პარლამენტის შენობასთან და აქციას ატარებდნენ მაშინ, რომ ამ ინსტრუქციების შესაბამისად იძულებული ყოფილიყო ხელისუფლება, რომ გაეგზავნა მოხალისეები, დაეწესებინა სანქციები, ჩაეკეტა საჰაერო სივრცე, ამით შესულიყავით ესკალაციაში, ანუ ამით შესულიყავით ომში. ეს ინსტრუქცია ჰქონდათ. მაშინ ჩვენ გაუძელით ამ ზეწოლას, მიუხედავად იმისა, ზუსტად იგივე ისტერია იყო მაშინ, რომ აი რაღაც უღირსობა, ასე შემდეგ, აი ყველაფერი ის ემოციები, როდესაც თამაშობენ ხოლმე, ხო აღმოჩნდა რომ ქართული ხელისუფლება იყო მართალი და ხო აღმოჩნდა რომ ოპოზიცია მაშინ ეკაჩებოდა საქართველოს ომში და რომ ყოფილიყო მაშინ ოპოზიციის ნებისმიერ ეს ანასხლეტი ყოფილიყო ხელისუფლებაში ან ქონოდა 1 გრამი გავლენა ხელისუფლების გადაწყვეტილებაში საქართველო 2022 წლის მარტში თავქუდიანად შევარდებოდა ომში და აქ რა დატრიალდებოდა მე ვისი ტანკი დადგებოდა და ვისი ტყვია გაისვრიდა და რომელ ქვეყანად აქ რას ატეხდა ეს მე უკვე ჩაბარდებოდა ისტორიას თვითონ საევაკუაციო თვითმფრინავში დაждდებოდნენ წავიდოდნენ თავის პატრონებთან და მიატოვებდნენ საქართველოს ბედის ანაბარა აი ამ ომის წინაშე როცა გახარიანას ამბობს ამ სიგურაღი კონფეს რას ნიშნავს და როცა საუბრობს რომ ეხა გახარია არ დაუშვებს ველოს განაცემას კოალიციები შეკრეს ნაციონალურ მოძრაობასთან და მე პირდაპირ ეთერში ორივე ისხდნენ გახსოვთ ალბათ ეს კადრები თქვენს ერთ-ერთი ტელევიზიის გახარიას პარტიის და ნაციონალურ ვინ იყო წარმომადგენელი და ნაციონალურ მოძრაობა და გახარიო და ერთი ამტკიცებდა რომ არ ვართო და მეორე ამბობდა როგორ არ ხართო ჩვენთან ერთად ხართო და ასე ნაჩხუბარი ცოლქმარივით არიან ხანდახან ხოლმე რომ უნდა მოვაჩვენონ საზოგადოებას სინამდვილეში ეს კიდევ ერთხელ აქ იდეოლოგიური საკითხი კი არ არის რომ ის გახარია თუ ვისი რომელიმე პარტიის წევრი იზიარებს თუ არა ნაციონალურ მოძრაობის რაღაც იდეოლოგიას პოლიტიკურს ეკონომიკურს თუ რაიმე სახეს აქ იდეოლოგიებზე არ არის საუბარი აქ საუბარი არის ინსტრუქციებზე რომელიც მას მოძდით როგორც ინსტრუქცია რაღაცა ინსტრუქციაც იქნება ზუსტად ისე მოიქცევიან ეტყვიან აგინეთ ერთმანეთს შეაგინებენ ერთმანეთს ეტყვიან ჩაეხუტეთ ერთმანეთს ჩაეხუტებიან ერთმანეთს ეტყვიან დაიწყეთ ომი რუსეთთან დაიწყებენ ომს რუსეთთან ეს ესეთი ხალხია როდესაც ადამიანი ამ გზაზე შედგება იქ უკვე ინსტრუქციების მოქმედე და შესაბამისად არანაირი თავისუფლება აღარ გაქვს მოქმედებს უყურეთ ნაციონალურ მოძრაობის იდეოლოგია არის არა სახელმწიფო მოწყობაში, არა ეკონომიკურ მოწყობაში, არამედ ნაცობა როგორც იდეოლოგია გულისხმობს, რომ შენ ხარ სხვა ქვეყნის გარეთ ყოფილი ჯგუფების მარიონეტი. ეს არის იდეოლოგია. გეტყვიან რომ უნდა იყოს ლიბერალი, იქნება ლიბერალი, გეტყვიან რომ უნდა იყოს კონსერვატორი, იქნება კონსერვატორი, რასაც გარედან ეტყვიან ზუსტად იმას ვარ. აი რა სიტყვით ამოწუროს ეს თემა და მე ერთი თემა მაქვს საკითხის გარეშე თუ ჩემს კითხვაზე კონკრეტულად ერთობის დეკლარაცია ოპოზიციის და ამას რა დანიშნულება აქვს და რა პერსპექტივა? ავიც ხა ესეთ ქაღალდებს ხელს აწერენ, მაგრამ კიდევ ერთხელ აქ თავარი დეკლარაცია, რომელიც და საბუთი, რომელზეც მათ ხელი აქვს მოწერილი, ეს არის სხვა ქვეყნის ინტერესების გატარების პირობა, რომელსაც მათ მოაწერეს ხელი და სხვა დანარჩენი რას მოაწერენ ხელ მნიშვნელობა არ აქვს. თავარი მათი ქცევის კონსტიტუცია ეს არის ის საბუთი, რომელზეც ხელი აქვს მოწერილი დაემორჩილონ უცხო ინსტიტუციებს. მოსამართლეებს რატომ აქვს პრობლემა რომ კეთილ სიმისიერებაზე შეამოწმონ? მაგალითად ფესტუში გამოვიდა შალვა თათუმაძე, რომელიც არის უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე და განაცხადა რომ მისთვის ვეტინგი არის მიუღებელი და ამ ვეტინგში ეს არასამთავრობოები გულისხმობენ რომ უბრალოდ მოსამართლეებმა დეკლარაციები შეავსონ. რატომ წარმოადგენს ეს პრობლემას მათთვის? რა თქმა უნდა არ წარმოადგენს, იმიტომ რომ ეს მოსამართლეები ავსებენ დეკლარაციას, ის არის საჯარო და მათ შორის ეს დეკლარაციები მოწმდება მონიტორინგის წესით ყოველ წელს. მათ შორის შარშანაც იმ მოსამართლეების, რომელსაც აქვთ თანამდებობები, თქვა სასამართლოს თავმჯდომარეები და ასე შემდეგ, ყველას დეკლარაცია, ისე როგორც პარლამენტის წევრებისა, მონიტორინგის პირობებში გადამოწვდა. არა მხოლოდ შეივსო, არა მხოლოდ გამოქვეყნდა, არა მხოლოდ მედიამ და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ ამ საჯარო დეკლარაციის გადამოწვევა, არამედ თავად ანტიკორუფციულმა ბიურომაც გადაამოწმა ეს დეკლარაციები. ამიტომ რატომ ამბობს რომ მიუღებელია ჩემთვის ვეტინგი? რასაც მე არ ვიცი რას გულისხმობს, თუმცა მე ვიცი, მე რას გულისხმობ ხოლმე და რატომ მქონდა ჩვენ
უარყოფითი დამოკიდებულება ამის მიმართ. პირველი, რომ ნებისმიერი მონაცემი საქართველოს მართლმსაჯულება არის აბსოლუტურად გამართული და ყველგან სადაც სადეს ოპოზიცია მათმა NGO-ებმა, ზოგიერთმა უცხოელმა აქტორებმა თავს დასხმოდნენ ქართულ მართლმსაჯულებას, შეგახსენებთ სადესხმოდნენ რუსთავი ორის საქმე, მიხეილ სააკაშვილის საქმე, ნიკა მელიას საქმე, გვარამიას საქმე, არ ვიცი მე რამდენი საქმე ჩამოთვალო, უკვე სათვალავიც გვაქვს არეული, ყველა ამ საქმეში შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია, მათი NGO-ები და მათი მოკავშირე უცხოელი აქტორები ქართულ მართლმსაჯულებას აბრალებდნენ პოლიტიკურ გადაწყვეტილების მიღებას. ხო გახსოვთ, რუსთავი ორის ყველაფერი ხო გახსოვთ. ყველაფერზე უკლებელი. სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ არც ქართული მართლმსაჯულება წარიმართა სწორად. ანუ ქართული მართლმსაჯულება იყო მართალი, ხოლო ყველა ეს NGO, დონორი, დიპლომატი, პოლიტიკოსი, ვინც ასე უტიფრად ქართულ მართლმსაჯულებას ესხმოდა თავს, იყო მტყუარი. ამის შემდეგ ჩვენ მოველოდით და მე არაერთხელ ვთქვი, რომ ბოდიშს მოიხდიდნენ ის უცხოელები და NGO-ები, რომელიც 10 წელი ძირს უთხრიან ქართულ მართლმსაჯულებას და ნაცვლად იმისა, რომ ბოდიშები მოგვესმინა, მოვისმენთ პრეტენზიები, რომ ვეტინგი უნდა ჩატარდეს თურმე და ეს ვეტინგი უნდა ჩაატაროს ზურაბ ადეიშვილის მოადგილის მსგავსმა ადამიანებმა. მოლდოვაში შეგახსენებთ, რომ ზურაბ ადეიშვილის მოადგილე ატარებს ვეტინგს. აი ეს არის, რასაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ არის ევროპული ღირებულება და ეს არ არის ხა ქართული გაგებით ევროპული ღირებულება, რა თქმა უნდა მიუღებელია, რომ როდესაც ჯერ ასეთი ეჭვის თვალით უყურებენ ქართულ მართლმსაჯულებას, რომელმაც ყველა კრიტიკულ მომენტში და ყველა ტესტი გაიარა და დაამტკიცა, რომ მისი გადაწყვეტილებები არის სამართლიანი და მიუხედავად ამისა, დაჟინებით რაღაც ისეთი ეჭვის თვალით უყურებენ ჩვენს მართლმსაჯულებას. როცა ვეკითხებით რა არის საფუძველი, ვერაფერს ვერ გვეუბნება ვერც ერთი ევროპელი. დახურულ კვარს მიღმა, რომ მინდა ხაზი გაუსვა, რომ არ იყოს რაიმე ეჭვი. ვერაფერს ვერ გვეუბნებიან გარდა იმისა, რომ ამბობენ, რომ NGO-ებმა თქვეს და დაიჩივლეს, რომ სასამართლოში არის კლანი. და ამას ეყრდნობიან საბოლოო ჯამში NGO კლანის მონაცემებს, რომელსაც ხედავთ რა NGO-ები არიან, რომელიც დარბიან სხვა ქვეყნის სახელმწიფო ორგანოებში და საქართველოს წინააღმდეგ ჩვენებებს აძლევენ. ნუ ხა ასეთი ხალხი არის, როგორც ჩანს ზოგიერთისთვის მისაღები და კიდევ ერთხელ დასტურდება ის საკითხი, რომ სწორედ ინტერესების გატარებაზეა ხოლმე საუბარი, როდესაც გარკვეული დაფინანსებები არის ხოლმე, რომელიც ფარულად ხდება ამა თუ ორგანიზაციის მიმართ. ერთი ნაწილი, აი თქვენ განცხადებაში საუბრობთ, რომ რაც გავუცადეთ, რომ უცხოელების მიერ არჩეულები არიან და თანამდებობებზე დასრულებია ეს NGO-ები, აი რატომ ნიშნავს ამას, როდესაც უბრალოდ უცხოეთი ეხმარება, ფინანსურად ეხმარება რაღაც ფინანსურ საკითხებში და ეს ფინანსური დახმარება რატო ნიშნავს იმას, რომ მე ვარ იმათი არჩეული, იმათმა დაუშვეს თანამდებობებზე და ასე. იმიტომ რომ ჩვენ გამოცდილება გვაჩვენებს, რომ NGO-ების გარკვეული ნაწილი არის ლოიალური არა საკუთარი ქვეყნის მიმართ, რომლის პასპორტსაც ისინი ატარებენ, არამედ არიან ლოიალურები, ანუ ერთგულები საკუთარი დამფინანსებლის მიმართ. მოვიყვან მაგალითებს. მაგალითად, თქვენ გახსოვთ წელიწად ნახევრიანი ისტერია იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით ხდებოდა სანქციების გვერდის საუბარი. ამას აკეთებდა ერთ-ერთი NGO პარტია დროა, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს სხვა შორის და ყოველ მეორე კვირას ბრიფინგს ატარებდა. ჩვენ ვამოდით, ეს იყო ტყუილი დეზინფორმაცია, ტყუილი. ჩვენ ყავს არის საქართველოში NGO-ები, რომელიც მილიონებს იღებენ ევროპული და ამერიკული ფონდებიდან, რომ ებრძოლონ დეზინფორმაციას. და მე მაშინ არაერთხელ საჯაროთაც მივმართე NGO-ებს და განსაკუთრებით იმ NGO-ებს, რომელიც დეზინფორმაციის წინააღმდეგ იბრძვიან, მივმართე, რომ გადაემოწმებინათ ეს და ემხილებინათ ეს დეზინფორმაცია იყო თუ არა. რა გააკეთეს? გაჩუმდა. არც ერთ NGO-ს 2 წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღია ამ დეზინფორმაციისთან დაკავშირებით, რატომ? იმიტომ ამ დეზინფორმაციის თან ავტორები და განხორციელები იყვნენ მათ შორის ევროპელი პოლიტიკოსები, ევროპარლამენტის წევრები, საიდან შემდეგ ეს NGO-ები ფინანსდებიან ევროპის დემოკრატიის ფონდის გავლით. და რა თქმა უნდა, გაჩუმდნენ და ხელი დააფარეს თავის დონორს, იმიტომ დონორის წინააღმდეგ წასვლა არ უნდათ, იმიტომ შეუწყდებათ ფული და შემდეგ აღარ ექნებათ ხელფასი, რომელიც ჩაერიცხებათ ყოველ თვე მაღალი ხელფასი, ხო? ამიტომ ეს აჩვენებს, რომ ეს NGO-ები არიან ერთგული, არა საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სამშობლოს, რომელიცშიც ისინი დაიბადნენ და გაიზარდნენ, არამედ არიან ერთგულები საკუთარი დამფინანსების. ამიტომ არის ეს, რომ მე ამაზე პირველად კი არ ვსაუბრობ. ამას 2 წელია მათ შორის დონორებსაც ვეუბნები, რომ საბოლოო ჯამში
მათ უნდა ვინმე თუ ესე მიამიტურად არის და ვერ ხვდება რომ საქმეს უფუჭებენ არა მხოლოდ საქართველოს, აი საკუთარ ქვეყანასაც საქმეს უფუჭებენ, იმიტომ საბოლოო ჯამში როცა გავიგებთ რომ სირცხვილია დაფინანსებული არის ევროკავშირის ბიუჯეტიდან ორგანიზაცია, რომელიც ავრცელებს დეზინფორმაციას, რომელიც რეკავს და ემუქრება პოლიტიკურ თანამდებობებს და მათი ოჯახის წევრებს. ეს საბოლოო ჯამში აზიანებს ევროკავშირის რეპუტაციას, მაგრამ სამწუხაროდ ხედავთ რომ ზოგი მიამიტობით თუ ზოგი მავნებლობით ამაზე არ რეაგირებს. ალბათ.